როგორც უკვე იცით, ხუთშაბათ შუადღე გარემოს დაცვის საკითხებს განიხილავს. ახლა დრო დადგა, სწორედ ამ თემით განვაგრძოთ გადაცემა, მსოფლიო ოკეანეში ყოველწლიურად ტონობით პლასტმასა ჩაედინება. ამ ნარჩენების რაოდენობის შემცირება თითოეული ჩვენგანის ვალია. ნინო მაჭარაშვილის სიუჟეტში ვნახავთ, რა შეუძლია რიგით მოქალაქეს, როგორ შეგვიძლია მოვუფრთხილდეთ ჩვენს წილ დედამიწას და სიუჟეტის შემდეგ ავთო დაგვიბრუნდება სტუმართან ერთად. კი ბატონო. ნარჩენების შეგროვების შესახებ ინფორმაცია მივიღე რამდენიმე წლის წინ, როდესაც ვიყავი იტალიაში და სახლში დაგვხვდა რამდენიმე ურნა ნარჩენების გადასანაწილებლად. მაშინ გავაცნობიერე, რამდენად აუცილებელი არის ამის გაკეთება, იმიტომ რომ ძალიან დიდი დისკომფორტი იყო ჩვენთვის და ამ დისკომფორტის ხარჯზე იმდენად ამაღლებული ქონდა ხალხსნობიერება, რომ ამას მაინც აკეთებდნენ და მაშინვე დავიწყე ფიქრი იმაზე, რომ მეც უნდა გამეკეთებინა. ძალიან რთულია ჩვენს რეალობაში 4 და 5 ურნა დადო სახლში, მაგრამ მაქვს საცავი პლასმასებისთვის, ჭეჭყავ, ვაგროვებ, შემდეგ მანქანაში ვაწყობ და როდესაც მოვხვდები რომელიმე ჩასაბარებელ პუნქტში, გზად უტოვებ ხოლმე. მე ვთვლი, რომ ეს მინიმუმია, რისი გაკეთებაც შემიძლია დედამიწისთვის და პატარ-პატარა ნაბიჯებით შეიძლება სარგებელი მოვუტანოთ გარემოს. პლასმასი პირველ ეტაპზე იმიტომ ავირჩიე, რომ შემეგროვებინა, რომ ძალიან მავნე არის ჩვენ ჯანმრთელობისთვის. მე მაგალითად კონტეინერებსაც არ ვხმარობ სახლისთვის პლასმასისას და მაქვს ყველაფერი შუშის. შეგვიძლია მინიმუმ წყლის ბოთლის მაგივრად თერმოსები ვიხმაროთ. იმდენად აზარტში ვარ შესული, რომ პლასმასები შევაგროვო, რომ დასასვენებლად რომ მივდივართ ქალაქგარეთ, იქაც კი ვაგროვებ ხოლმე წყლის ბოთლებს, ჩანთაში ვყრი და თბილისში ჩამომაქვს. სხვა ნარჩენებისგან განსხვავებით, პლასმასას გამოვყოფ, იმიტომ რომ ძალიან გვიან გადამუშავდება. ყველა მავიღოთ ინდივიდუალური პასუხისმგებლობა თუნდაც ამ ნაწილში და პლასმასა შევაგროვოთ, თან ვიცოდეთ და მინდა რომ ხალხმა ეს გაიგოს, რომ ძალიან მარტივი არის პლასმასას საქართველოში შეგროვება. სახლში უნდა გქონდეს უბრალოდ 5 ადგილი, იქ შეაგროვო და დღის ნებისმიერ მონაკვეთში ჩასაბარებელ პუნქტებში დატოვო შენი პარკი.